მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საკმარისია თუ არა დღეში 2 ლარი კვებისთვის, სოციალური სასადილოს ბენეფიციარებისთვის. კითხვა ჩვენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს საბა კბილაშვილს დაუსვით. მას შემდეგ, რაც მუნიციპალური IP-ის სათნოების სახლის დირექტორმა ვერა ბარძიმაძემ გვითხრა, რომ სოციასასადილოში მხოლოდ კვებისთვის ერთ პირზე 2 ლარია გათვალისწინებული. საბა კბილაშვილი გვეუბნება, რომ კვების რაციონის შესახებ ბენეფიციარებს შენიშვნა არ გამოუხატავთ. მისივე თქმით, საკითხი ამ ეტაპზე შესწავლის პროცესშია. IP-ის ხელმძღვანელმა ვერა ბარძიმაძემ 18 ნოემბერს ჩვენს რედაქციასთან თქვა, რომ ყოველდღიურად ერთ ადამიანზე ჯამში 4 ლარი და 2 თეთრი იხარჯება. თუმცა აქ შედის ადმინისტრაციული ხარჯებიც. თავად კვებაზე მხოლოდ 2 ლარი მოდის. ახალციხის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სოციალურ სასადილოს 160-მდე ბენეფიციარი ჰყავს. როგორია მათი კვების რაციონი, ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მათგან პასუხი მივიღეთ, თუმცა არასრული. მერიამ ბენეფიციართა ყოველდღიური კვების მენიუ არ გვითხრა. ჩვენ მერიას ინფორმაციის დასაზუსტებლად კვლავ მიმართეთ. საჯარო ინფორმაციაში მიუთითებენ, რომ 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 170 ბენეფიციარის მომსახურება, ხოლო ერთი ადამიანის დღიური ხარჯი 4 ლარი და 97 თეთრია მითითებული. ეს ციფრი წინააღმდეგობაში მოდის IP-ის მონაცემებთან, სადაც საუბარია 4 ლარზე და 2 თეთრზე. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. 2 ლარი კმარა თუ არა ხა არ არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ ესე რომ ვთქვათ, თქვენს გარდა არავის გამოუხატავს ის რაღაც შენიშვნები, ვინც სარგებლობს ამ ბენეფიციარები და არის შესწავლის პროცესში და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს. თუ იქნება საჭიროება იმისა, რომ გაიზარდოს თანხები, რა თქმა უნდა გაიზრდება. როგორც ვიცი, უკმაყოფილო არავინ არ არის აღნიშნული პროგრამით და რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე არის ჩვენი მუნიციპალიტეტი. ახალციხეში გვარამაძის ქუჩის ავტომობილო გზის და დიდი მამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის რეაბილიტაცია. 2 პროექტის დაფინანსება იგეგმება ახალციხის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ამის შესახებ დღეს ახალციხის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის იგეგმება მილიონზე მეტი ლარის, ხოლო დიდი მამიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის 400.000-მდე ლარის გამოყოფა. გასული წლებისგან განსხვავებით 2026 წლის რეგ ფონდიდან დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შემცირებულია. რატომ? ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი გარდამავალი პროექტებია. მისი განმარტებით 2025 წელს დაიწყო რამდენიმე სამუშაო, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს, ამიტომ მათი დაფინანსება 2026 წლის რეგ ფონდიდან გაგრძელდება. კბილაშვილის თქმით, ამ სიას 2 ახალი პროექტი დაემატება. ეს იქიდან არის გამომდინარე და გამოწვეული, რომ წინა წელს დაწყებული პროექტები, მასშტაბური პროექტები, რომლებიც გვაქვს ახალციხის მუნიციპალიტეტში და მოხდა დაფინანსება რეგ ფონდიდან, არის გარდამავალი პროექტები და უნდა დასრულდეს 2026 წელს და აქედან გამომდინარე წელს უკვე გვაქვს წლის ბოლოს 2 პროექტი წარმოდგენილი, რასაც დააფინანსებს და ჩვენი თანადაფინანსებით გაკეთდება აღნიშნული პროექტები, რაც წარმოდგენილი იყო საკრებულოს სხდომაზე. მუსიკალური სკოლა არის ერთი, მეორე არის მედიათეკა და კინოკლუბის შენობა. ეს 2 არის მასშტაბური პროექტები, რაც არის გარდამავალი და დასრულდება 2026 წელს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის აწვევთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.